საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების რიგებს კიდევ უფრო აფართოებს. BAG-ს ამჯერად ორკინის საქართველოს შეუერთდა კომპანიამ, რომელიც ამერიკული გლობალური ბრენდის ორკინის ლიცენზირებული ფრენჩაიზია საქართველოში და უკვე 10 წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას ახორციელებს. კომპანია საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს თავაზობს, როგორც ფიზიკურ ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნეს და ხოლო მისი გაწევრიანება უკვე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთი ნაბიჯი არის კერძო სექტორის გაძლიერების და ბიზნეს გარემოს განვითარების მიმართულებით. სწორედ აი ამ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. საქმე ინდილას ეთერში უმასპინძლობთ ლევან ვეფხვაძეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და ჩვენთან ერთად არის ლადო საყვარელიძე, ორკინი საქართველოს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. გამშვიდობისა, ლადო. მიხარია თქვენი ხილვა კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუდიაში უკვე ბატონ ლევანთან ერთად და ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახში, რომელიც იზრდება და ეს ამბავი მე ძალიან მახარებს. როგორ მიდის საქმეები ორკინ საქართველოს? კარგად, საწუწუნოდ არ გვაქვს საქმე. ნორმალურად კი. როგორი ის არის აქტივობა? ხელზაფხულს ველოდებით ევროპიდან. ყველანაირად ცხელი იქნება, მით უმეტეს ივლისიდან ისეთი პროგნოზებია, რომ მე მგონი ხო, მოგვენატრება. ყველა მიმართულებით ტემპერატურა. მაისი ისეთ ცივი იყოს, იქნება სექტემბერი და აკომპენსიროს ეს იქნება, ხო? რა სიახლეებია, როგორ წავიდა წლევანდელი წელი ორკინში? ნორმალურად მედის, დარგი წინ მიდის, კონკურენციაც მატულობს, ინფრასტრუქტურის პროექტები, უძრავი ქონების პროექტები, სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრია მაინც წინ მიდის მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური შეფერხებები ვიზიტორების ნაკლებობას იწვევს, ყოველ შემთხვევაში გამოიწვია აქამდე. წარმოება, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, IT ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ეს ყველა ის კრიტიკული, რაც თავარია, უბრალოდ თავარზე უფრო საინტერესოა, რომ საცხოვრისიც სამეზობლოები უფრო ორგანიზებული ხდება, პროფესიონალურ უძრავი ქონების მართვის კომპანიებს ქირაობენ, ამ კომპანიებს ქვეკონტრაქტით. ორგანიზებული დამკვეთები გახდნენ. დიახ, და ეს მნიშვნელოვანია. ეს აუმჯობესებს საერთოდ მოვლა პატრონობას და ჰიგიენა სანიტარიას თავისთავად და უფრო ორგანიზებული ხვდებით როგორც საზოგადოება, როგორც ჩანს. ხო, ყველაზე მეტად ეგ ამბავი მახარებს, თორე ორკინ საქართველოს არ მოაკლდება დამკვეთები, ეგ ვიცი დღე პირველიდან, რაც ეს ფრანჩაიზი ამერიკიდან უკვე აქ გადმოიტანა ლადუმ და მისმა მეგობრებმა და დააფუძნეს კომპანია, რომელიც მნიშვნელოვნად იზრდება. თავარი აუყვეთ ახლა ამ ყველაფერში და ვიცოდეთ ამ ყველაფრის ფასი და ამის გამო სავალდებულო რეგულაციების მოთხოვნები არ გქონდეს. ლევან, რა ხდება? რა ამბავია ბიზნეს ასოციაციაში? ზრდა მიდის, შეხვედრები იმართება და შეხვედრები იმართება, ახალი წევრები გვემატება, ახალი წევრები ერთის მხრივ არის. მარტივი ახალი წევრები ჩვენთვის, თუმცა მეორე მხრივ საზრუნავიც იზრდება, იმიტომ რომ ახალ წევრებს თავის თემატიკა შემოაქვს, თავისი ასე ვთქვათ, ჭყალებში თავის ტკივილი შემოაქვთ, ხოლმე თავის ტკივილი გაგებით რომ ყველა სექტორს ან ინდივიდუალურ კომპანიას რაღაცა გარკვეული გამოწვევები აქვს, რომელსაც ჭირდება რომ დროულად სათანადოდ დავეხმაროთ, უპასუხოთ და ასე შემდეგ. ანუ ამ ხრივ ჩვენ ყოველთვის ათავართ რომ კომპანიასთან ამ შემთხვევაში ორკინთან ერთად ვითარამშრომლობთ. ახლა ჩვენთვის რატოა საინტერესო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის საერთაშორისო დიდი ამერიკული ბრენდი და ამ ბრენდს კონკრეტულ მიმართულებით შემოაქვს თავის სტანდარტები. ეს სტანდარტები ერთი არის, როდესაც რა გარკვეულ სტანდარტებს კანონმდებლობა აწესებს, მაგრამ მეორეა, როცა ბიზნესისგან მოდის ეს სტანდარტები და ეს სტანდარტები სხვათა შორის უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას, უკავშირდება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ საუბრობთ მავნებლებზე, მაგრამ თუ ამ მავნებლებთან დაკავშირებით ჩვენ ისეთ მეთოდებს გამოვიყენებთ გადაჭარბებულს, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენო დაგვაზიანებს, ხო, მე მგონი საბოლოო მიზანი მიღწეული ვერ იქნება და ვერ შეითვლება. ამიტომ აქაც უნდა კარგად გვესმოდეს ის ზღვარისად გადის და აი ესეთი კომპანია, რომელსაც მსგავსი სტანდარტები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ჩვენ როგორი გვაქვს, უკვე თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე არის, რომ რაც ახსენა ლადომ, ეს არის ახალი ტრენდი. ახალი ტრენდი ეს არ არის, რამოდენიმე წელი ეს ტრენდი არის, მაგრამ ამ ტრენდს გამოწვევები აქვს, ეს უკავშირდება მოვლა პატრონობას, ასე ვთქვათ, ამხანაგობებს, ახლა აშენებული ასე ვთქვათ სახლების და პრობლემა ის არის, ჩვენ ამხანაგობების შესახებ კანონმდებლობა გვაქვს მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომ ამ ამხანაგობა მიიღოს დაფინანსება მუნიციპალიტეტებისგან,
მაგრამ არა გვაქვს კარგად გაწერილი ეს მოვლა-პატრონის ნაწილში რავალდებულებები აქვს ამ ხანაგობის წევრებს და ასე შემდეგ და შემდეგ და ეს თემა არის როგორც ერთ-ერთი გამოწვევა. ხო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგორც იმ კომპანიების თავის ტკივილი, რომლებიც მშენებლობის მერე აგრძელებენ მოვლა-პატრონობას, ასევე იმ კომპანიების თავის ტკივილი, რომლებიც ამ ბიზნესში არიან და მოვლა-პატრონის ნაწილში და არიან, ასე ვთქვათ, სერვისის მიმწოდებლები ამ ტიპის კომპანიებისთვის. ამიტომ აქაც მე მგონია, რომ დეველოპერულ კომპანიებთან ორკინი, მსგავსი კომპანიები, რომლებიც სერვისს აწვდიან, ერთობლივად მოგვიწევს მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში კანონმდებლობაც დავხვეწოთ და სტანდარტებით ისეთი იყოს, რომ პრობლემები არ შეექმნას, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ არა ვართ ისეთი ბოლომდე ისეთი მიმყოლები და დამყოლიები, რასაც ესე იგი უმრავლესობა იტყვის, იმას მიყვებოდით. სამწუხაროდ გვჭირდება კანონი იმისათვის, რომ რაღაცა ტიპის ვალდებულებები შევასრულოთ ხოლმე და მოგვიწევს ამ კანონებზე ერთად მუშაობა. თორე თელასის ფულს რო არ გადაიხდი, იმის ფულს რო არ გადაიხდი, წყლის ფულს თელასი გეჭირება და აქ ერთი არ იხდის, ორი, მე მესამე დაინახავს, მეოთხე დაინახავს და მე ბოლოს არავინ აღარ იხდის, იმიტომ რომ მე რატო გადავიხადო და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ ხოლმე. ამიტომ რაღაცა გვჭირდება აქ უფრო მკაცრი რეგულაცია. ისე გამოვიდა, რომ დავიწყეთ ეს საუბარი ლევან უთხოვძესთან და ლადო საყოველიძესთან და ორკინზე მეტი არ გითხარით და ეს არის უკვე 10 წელი უსრულდება ამ ბრენდსაც საქართველოში არის. მე მგონი არ შემშლია, ხო? 10 წელია. საქართველოში საქმეობთ 10 წელია უკვე. ისე თვითონ კომპანია, თვითონ ბრენდი, დიახ 120 წელი. მე მგონი 125 წელის იუბილეს აღნიშნავს წელს 2026-ში. საუბრობ წელია ამერიკაში. ესე იგი ამერიკის ნახევარია. 250 წელს არის ამერიკა და ის ასე გამოდის. თვითონ ეს ოტო ორკინი იყო პრიბალტიკ თუ არ მეშლება ესტონელი. და ოჯახთან ერთად ქიმიკატებით ვაჭრობდა, როგორც ჩანს მე ჩავიდა და 16 წლის ესე ეზო ფერმებში უფრო სწორად ყიდ და ქიმიკატებს. მაშინ თბილისშიც ეს წარმატებული ბიზნესი იყო, სხვათა შორის არქივიდან ამოღებული გვაქვს. იმ პერიოდში. კი, იმპერიის მიერ ავტორიზებული ქიმიკატების დისტრიბუტორი ყავდა რომანოვების გერბით თბილისში. დღეს ორკინი საქართველოს ყავს, რომელიც დერატიზაციის, დეზინსექციის, დეზინფექციის ყველაფრის ამ თემებს უკვე 10 წელიწადია აკეთებს, როგორც ამ ამერიკული ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში. და დღეს უკვე ორკინი, ანუ ორკინი საქართველოს ესე რა ვთქვათ, დედა კომპანია, ჩვენ ვთქვით შესავალს რომ ამერიკული ფრანჩაიზია და შესაბამისად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეც არის დალისტული S&P ინდექსის შემადგენლობაში შედის და ვადო თქვენგან საინტერესო იქნება იმის მოსმენა თუ ეს აი ამერიკული სტანდარტი რას ნიშნავს და შესაბამისად შემდეგ უკვე ორკინი საქართველოს რა შემოიტანა საქართველოს ბაზარზე აი ამ სტანდარტით. თვითონ ეს დარგი მავნებლების პრევენცია და კონტროლი ძალიან დაწინაურებულია კანადაში, ამერიკაში და ავსტრალიაში. მეტნაკლებად ინგლისშიც. განსაკუთრებით ამერიკაში. იმიტომ რომ ამერიკა ისე არის განსახლებული და ურბანულად ისე არის გაშლილი, რომ ცხოველებთან შენობებს ბევრი პრობლემა აქვს. და ეს თვითონ ამ ბრენდის სტანდარტი მათივე ბაზრის რეალობიდან არის. ეს ინდუსტრია განვითარდა 60-იან, მეორე მსოფლიო ომის მერე უფრო ურბანიზირდა ამერიკა, ეს დარგიც წინ წავიდა. დარგი იყენებს IPM-ის მიდგომას, ეს არის მავნებლების პრევენციის და კონტროლის ინტეგრირებული მიდგომა. თვითონ ეს მიდგომა სოფლის მეურნეობიდან არის, სოფლის მეურნეობის დარგიდან არის გადმოტანილი და იშველიებს მეცნიერებას ბიზნესში გამოსაყენებლად ზოოლოგიას, ენტომოლოგიას, როდენტოლოგიას, ჰერპეტოლოგიას, ქიმიას, ეკოლოგიას, სხვადასხვა დისციპლინებს. და ასევე ეს მიდგომა ითვალისწინებს 4 ეტაპად, ასე ვთქვათ, საქმიანობას, 4 კომპონენტის საქმიანობას. ეს არის ბიოლოგიური კონტროლი, აი მაგალითად ერთ-ერთ ფერმას საქართველოში ბუზის პრობლემა აქვს და ვემუშავებით, რომ მოვაშენოთ ისეთი მწერი ტერიტორიაზე, რომელიც პოპულაციას შეამცირებს ბუზისას, იმიტომ რომ ქიმიკატით ვერ მუშაობთ, რომ ეს იმიტომ სერიოზული რისკებია, რომ სულსაჩი აღმოჩნდეს მერე ხო ნალექი ქიმიკატისა. არის კიდე მექანიკური და ფიზიკური კონტროლი, არის ქცევითი კონტროლი, ამ ორ კომპონენტში დამკვეთს ცოტა ესეთი ექიმის და პაციენტის ურთიერთობა გვაქვს, პაციენტიც უნდა გვეთანამშრომლოს, დიეტა დაიცვას, კარგად დაიძინოს ასე შემდეგ. და ბოლოს მე ქიმიკატი, როცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი და პრაქტიკაში ხშირად არ არის საკმარისი, შემდეგ ვიყენებთ ქიმიკატებს. და აი ამ IPM-იდანაც გამომდინარეობს ბრენდის სტანდარტი.
ეს მართლაც დიდი კომპანიაა, დიდი ტრადიციების, ორკინის გარდა იგივე დარგში სხვა ბრენდებიც აქვს, უბრალოდ ორკინია ერთი, რომელიც საერთაშორისო საქმიანობისთვის გამოიყენება, შვილობილებიც ყავთ, ფრენჩაიზებიც ყავთ. არიან ამერიკაში გაერთიანებულ სამეფოში და ევროპაში შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების წევრები, თანამშრომლობენ უნივერსიტეტებთან და ცოდნის დიდი წყაროა. ძირითადად ამიტომ შევამხანაგდით მართთან, რომ ეს ცოდნა ჩამოგვეტანა ქვეყანაში. ორკინის საქართველოს ეს ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება, შეიძლება ითქვას, როგორც სურსათის უვნებლობას, ასევე შრომის უსაფრთხოებას. თქვენი ხედვით და დაკვირვებით, დღეს ქართული ბიზნესი რამდენად ითვალისწინებს და მათთვის რამდენად სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ეს მიმართულება? ცნობადობა მაღალია მართალი გითხრათ. მე საზოგადო ჯანდაცვასაც დავამატებდი, ბატონმა ლევონმა ბრძანა ჯანმრთელობა. ხანძარ უსაფრთხოებასაც დავამატებდი და იცით რა არის, აი პირდაპირ ეს აი როგორც ბატონმა ლევონმა ბრძანა 50-60 ქვეყანაშია ეს ბიზნესი, ჩვენ შეგვიძლია 60 ქვეყნის პრაქტიკა გავაზიაროთ საქართველოში. ნუ საუკეთესო პრაქტიკა, კარგი პრაქტიკა და ძალიან ბევრ ქვეყანაში კანონის აღსრულება არ არის ისეთ დონეზე, როგორც ჩვენთანაა მართალი გითხრათ. აი სურსათის უნებლობის, უსურსათის სააგენტოს მუშაობის თვალსაზრისით ვიძახი, როდესაც ინსპექციებს და აუდიტებს ატარებენ. კი, გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ჩვენთან ეს ხდება, სტატისტიკა იდება სურსათის უნებლობა დადის ღონისძიებებზე, მათ შორის კონფერენციებზე, ასე შემდეგ. და შესაბამისად კერძო სექტორიდანაც არის ინიციატივა ცნობადობის მარეგულირებლისგანაც და თვითონ საზოგადოებაშიც ჩვენ ვართ წარსულში ესეთი უწყება იყო სანებით სადგური. აი იმათი მემკვიდრეები ვართ ჩვენ. სანებით სადგური 90-იანების ბოლოს თუ 2000-იანების დასაწყისში გაუქმდა ეს უწყება. ნაწილი წაიღო ჯანდაცვის სფერომ, ეპიდემიოლოგები იქ მუშაობენ და სანიტარები და ტექნიკოსები ჩვენ დარგში არიან. და მე ვერ ვიტყვი, რომ ის თაობა იგივე დარგში დარჩა, გამოიცვალა ხალხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი მემკვიდრეები ვართ და ის ძლიერი ორგანიზაცია იყო. საქართველოს ეპიდემიოლოგია და ინფექციოლოგია ძლიერი დარგი იყო ყოველთვის და რაღაც მომენტში გაუჭირდა როგორც ყველა დარგს, მაგრამ ჩვენ მაგას ვემსახურებით, რომ დარგიც მოვაბრუნოთ თავის ეტაპზე, თავის რასაც იმსახურებს იმ დონეზე დაბრუნდეს. წარმატებები ლადო. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა ლევან მეფხვაძეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და ლადო საყვარელიძეს, ორკინის საქართველოს თანადამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს მობრძანებისთვის.